მოგესალმებით, ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენ შევეხებით ძალიან საინტერესო თემას და უკვე თქვენ ვინც ჩემთან დიდი ხანია ხართ, იცით თქვენ რომ ამას ვანიჭებ მე დიდ მნიშვნელობას ვაძლევ, ასე ვთქვათ. რა, უპირატესობას თუ არა, პრინციპში არ არის ეს ესეთი თემები, რომელიც ჩვენ უნდა გამოვტოვოთ და მხოლოდ უყუროთ, მამაკაცის და ქალის ურთიერთობაზე. ეს უკვე ვიცი ჩვენ, იმიტომ რომ სამივე სფერო ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ეს სამსახურის თემა, ხო, ჩვენი კარიერა, ფინანსები, რა თქმა უნდა, და ურთიერთობა. იმიტომ რომ ეს სფეროები, რომელიც ჩვენ ყველაზე ძალიან, ასე ვთქვათ, გვაწუხებს, ხო? თქვა ცხოვრებაში და ამიტომ მე გთხოვთ თქვენ რომ მიაქციეთ ხოლმე ყურადღება ამ სფეროსაც აუცილებლად და დღეს რატომ ავიღე ეს თემა, იმიტომ რომ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩემთან მოსული ამ თემებზე, პირად კონსულტაციაზე, უშუალოდ კარიერა აინტერესებდათ, კი შეიძლება ხარვეზები გქონდეს და უშუალოდ ურთიერთობაში, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არის ძალიან საინტერესო რამე, როცა ადამიანს თქვათ, რომელიმე სფერო თქვათ აწუხებს. და თქვათ მუშაობს ამ სფეროზე, ხო, ადამიანი, მაგრამ ამ დროს შეიძლება გამოკეთდეს სხვა სფერო, ხო? ან ორივენი ერთად რა, ან სამივე ერთად რა, იმიტომ რომ ეხლა ნახეთ, როგორ არის დამოკიდებული, რატო ამას ვაწვევი ხოლმე. დაუშვათ, შენი საქმიანობა, ფინანსები, ურთიერთობა. ეხლა ნახეთ, როცა შენ არა გაქვს საქმე, რომელიც შენ მოგწონს, რომელიც შენ გიზიდავს, როცა შენ არ აკეთებ რაღაცას ისეთს, რასაც შენ მთლიანად ხარ შესული, თქვათ, ამ სფეროში, ხო, დაუშვათ, მოგწონს ეს შენი ის, რასაც შენ აკეთებ, მოდით ასე დავარქვათ, ხო? მაგ დროს რა ხდება? ანუ დაუშვათ, შენ დადიხარ სამსახურში, სადაც მივდივარ და გმაყოფილი არა ვარ, არ მსიამოვნებს, თუნდაც ფინანსები გქონდეს იქიდან, მაგრამ თუ ის არ გსიამოვნებს, ეს შენთვის ეს გაღვიძება, ეს დგომა, ეს ყველაფერი არის ძალიან შემაწუხებელი. დაუშვათ ახლა მამაკაცებს, აქ დაუშვათ ვალდებულებები და მაგის გამო თქვათ, ახლა დგებიან და მიდიან ზოგჯერ რაც მათ არ სიამოვნებს, თუმცა ყველა არა, დაუშვათ. ეხლა ნახეთ რა ხდება. თქვენ როცა არ მოგწონთ ის, რითიც ხარ დაკავებული და თქვენ არა ხართ იმ სფეროში, რომელიც თქვენ გსიამოვნებთ, თქვენ მე ნახეთ ეს გადაგაქვთ ყველაფერი ურთიერთობაზე. რას აკეთებთ? თქვათ, ხართ ურთიერთობაში. ანუ ჯერ სულ ფიქრობთ. თქვათ ელემენტარული რაღაცა მოხდა, თქვათ, ეხლა თქვენ პარტნიორთან რაღაც არასასიამოვნო საუბარი გქონდათ, ან რაღაცა გითხრათ, ან ზიხართ სულ დაძაბული, რატომ არ დამირეკა, რატომ არ მითხრა, რატომ არ მიპასუხა, იმიტომ რომ თქვენი ტვინი სულ არის დაკავებული, ურთიერთობით რა, იმიდან უარყოფით რაღაც მომენტებზე, იმიტომ რომ სხვა არაფერი არ გაწუხოთ, არ მოგწონთ, იმიტომ რომ ის საქმე, რითიც ხარ დაკავებული, საერთოდ რა არის, მეორე მე-15 ხარისხოვანი თქვენთვის. ამით თქვენ ამ დროს აბუჭებთ ურთიერთობას, რატო? იმიტომ მილიონჯერ რომ მიწეროთ და გკითხოთ, რას აკეთებ, კაცი რითიც არ უნდა იყოს დაკავებული, იმისთვის არის ის საქმე მნიშვნელოვანი მაინც, იმიტომ რომ მაგისი მისია სულ სხვა რამეა, რომ თქვა თუ ეს არის, დაუშვათ, ქმარია, ვინც უნდა იყოს, მუშაობს იმისთვის, რომ თქვა, ეხლა ეს ფული გქონდეს სიტყვაზე, რომ იმ ფულით მე გამოხატოს იგივე სიყვარული, ზრუნველობა და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყოველთვის იქნება მაგისთვის პირველ რიგში. და თქვენ დაუშვათ ეხლა ამას ურეკავთ და რა ხდება კაცების ფსიქოლოგიაში ხშირ შემთხვევაში არის ეგეთი მომენტი, რაც თქვენ გაღიზიანებთ გოგოებს. დაუშვათ თქვენ მიწერეთ ამას, ხო? ეს მე არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ქმარიც იყო, ვინც არ უნდა იყოს. თქვათ მიწერეთ და პასუხი არ მიიღეთ. და დაინახეთ, რომ მას აქვს ეს წაკითხული და არ გწერს. თქვენ რა შვებით? თქვენ ნერვიულობთ, რომ შეხედე, წაიკითხა, არ მიპასუხა, ესე იგი მაგას არ ვაინტერესებს, მაგისთვის ის მნიშვნელოვანია, ის რაღაცა, რითიც არის ახლა დაკავებული, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? მე
მაგრამ კაცებს აქ ეგეთი თვისება, ნახეთ, ეგად ჩვენთვის, გოგოებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ იმ წუთში ვუპასუხო, იმიტომ რომ ვაიმე არ ენერგიულოს, ვაიმე არ იფიქროს, ვაიმე რაღაც არ ქნას, ხო? ანუ ესე რა ქვია, მაინც ეხლა რადგან მეკითხება, ესე გეტყობა ნერვიულობს და ანუ ემოცია ვართ ქალები და არა კაცები, კაც აქ საქმე. მან წაიკითხა, შეიძლება ეხლა არის ტელეფონებში იცით თქვენ ზემოდან წაიკითხა და ხო ეხლა მოპასუხებ და ვიღაცამ დაუძახა. ან რაღაცა იმ საქმეში სადაც არის უცბად რაღაცა გადაერთო. აქ ეგეთი თვისება მამა კაცებს, იმიტომ გეუბნებით რომ ზოგჯერ ისწავლეთ კაცების ფსიქოლოგია. და ანუ წაიკითხეთ მაინც ელემენტარული რაღაცები, ხო რომ არ ენერგიულად. და გადაერთო. იმას კი თქვენთან, პირადად თქვენთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ანუ არც ის რომ არ აინტერესებთ, ხო უხეში სიტყვები რომ არ გამოვიყენო, ხო? არც დაუშვათ ის რომ თქვენს მიმართ ეხლა, ნუ არა, უბრალოდ გადაერთო. მერე უცბად შეიძლება 1 საათი გავიდეს, 2 საათი გავიდეს, უცბად გახსენ და უყურებს ვაიმე ღმერთო ჩემ, ეხლა რა იქნება და დაიწყო. ამ დროს თქვენ შეიძლება 1.300.000 უკვე გაქვთ და მიწერილი, რომ შეასეთო შეისეთო, შენ არ გაინტერესებს, შენ არ გიყვარვარ, შენ არ გჭირდები, შენ მარტო შენი და всё. წავიდა ომი. ხო მასეა? მასე რატომ? იმიტომ რომ თქვენ ხართ სულ გადართული მაგ თემაზე, რომ აღარ ვუყვარვარ, უყურადღებოა. არის აი ასეთი რანაირი მიდგომა აქვს, მე ხო ეგრევე ვპასუხობ, ის თუ არ პასუხობს, პლუს კიდე ინსტაგრამი და ფეისბუქი ჩაერთო იმ წუთში ყველა ესენი პოსტები რაც არის, ეხლა კაცი უნდა იყოს ეგეთი და კაცი თუ ეგეთი საცოდავი კაცები ხარ, თუ სულ ეგენი უნდა იყოს ეგეთი და აგეთი არ ვიცი, ნუ ყოველ შემთხვევაში ჩაერთო, ხო ეს პროგრამები. და ამ დროს ნახეთ რა ხდება. თქვენ რო გქონდეთ თქვენი საქმე, რომელიც თქვენ მოგწონთ, რომელიცაც თქვენ ხართ დაკავებული, არა აქვს მნიშვნელობა, ეხლა რითი, ეხლა იმიტომ ვაკეთებ მე ჯერ პირველი კვირაში 2 ჯერ ვარჩევ თქვენს მატრიცებს, უბასოთ ვაკეთებ მიმოხილვას. ანუ კლუბში გოგოებო შემოდით ჩემთან, თუ გინდათ და ვაკეთებ ჩვენ აი ამ მიმოხილვას. იქ მე ვნახულობ აი ყველა თქვენ სიტუაციას ვთქვათ, ნუ ახლა იმ ფარგლებში ვპასუხობ, ნუ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვაზე რა თქვენთვის ახლა დაუშვათ ამ პერიოდში. ვაკეთებ ახლა სპეციალურად მარატონს 3 დღიანი, სადაც თქვენი დაბადების თარიღის მიხედვით, რომელიც არის თქვენი კოდი. მინდა რომ მოგიყო თქვენ თქვენი ნიჭი, თქვენი რესურსი, თქვენი ფულის კარმა, ანუ სადევს ეს თქვენი ფული, სად არ დევს, სად არ უნდა იყოთ, სად უნდა იყოთ, ხო? თქვენი ურთიერთობის კარმა. აი არის მიზერული თანხა ავიღე სპეციალურად, რა, რომ მეთქი უფრო მეც გქონდეს საშუალება რომ ეს გაიგოს. რისთვის? შენ რო ხარ დაკავებული იმ საქმით, რომელიც შენ მოგწონს, გიყვარს, გიზიდავს, პირველ რიგში. შენ ის მოგიტანს ანაზღაურებას, აუცილებლად თუ სხვა ფულს მოგიტანს. მეორე, ან შეიძლება თუ ვიღაცისთვის პირველი, თქვენი ურთიერთობა იქნება უფრო სხვა დონეზე და რატომ? შენ რო ხარ დაკავებული შენი საქმით და შენი კაცი რო თქვა არის თავის საქმით დაკავებული, შენ არ შეუჭამ ტვინს 1000 ჯერ მაგას არ მისწერ, სადა ხარ, რას აკეთებ? როდის მოხვალ, რატო არ პასუხობ და არ დაელოდები და ასე ტელეფონთან არ იჯდები, რომ არ გეცლებენ, რომ შენ თლიანად იქნები იმ შენ საქმეში. ის მოგწონს ის და დრო ისე გადის, რომ შეიძლება მან დილა მშვიდობისა მოგწერა, შუა დღისით როგორ ახარ და შენ უიმე აი გაგიკვირდება იმ რა უცბად მიპასუხა, უიმე არა, ანუ აღარ მიაქცევ ყურადღებას და ის კიდე უფრო დაინტერესდება თქვენით. ისა რითი არის ეს ქალი დაკავებული? მთელი დღე გავიდა, არ მპასუხობს, სად არის და დაიწყებს აქეთ თქვენს ძიებას და თქვენზე ფიქრს და თქვენზე ინტერესს და თქვენთვის აი ეს ყურადღება და ეს ყველაფერი წამოვა, იმიტომ რომ კაცისთვის არის რა, ეს ჩემი ქალია. ჩემია. შენ რომ მილიარდჯერ წერ, ესე იგი ის უკვე იცი საწავა ახლა, всё. არა აქვს ინტერესი მაინც ეს თუ არა იკარგება, ხო? და ამიტომ ეს როცა ხანძლივი ურთიერთობა. როცა შენ დაიკარგი, ხო? დაკარგული ხარ სადღაც.
იმასში ეს ინტერესს უფრო იწვევს, რომ სად არის, რითია დაკავებული, რატო არ მომიკითხა. მოდი მე დაურეკო, მოდი მე გაიგეთ რა ხდება. და პლუს კიდე თუ ხვდებიდე დაუშვით ან შეხვედრებით. ვაი იქ წავედით, აქ წავედით, აქ ის მინდა ესეთი იცით რა არის უკვე ზოგჯერ იტყვი რომ მიც რა არ მცალია დღეს და ეს არ იქნება რაღაცა ყალბი რაღაცა თამაში. არა, ის თუ ჟითია დაკავებული. ანუ ისევ წამოვიდა ყურადღება თქვენს მიმართ. გაიგეთ და საინტერესოც ხდებით უფრო იმ ადამიანისთვის. გაიგეთ, აი ეს არის ასე რომ ვთქვათ განვითარება. ამიტომ არის ეს სამივე სფერო ძალიან მნიშვნელოვანი. გაიგეთ, თქვენ ურთიერთობასაც ასწორებთ, თქვენი საქმეთ ხარ დაკავებული, ან გიხარიათ გათენება ყოველ დილის და პლუს კიდე ფინანსურად იზრდებით. всё. აქსიომა, აი ძალიან ადვილი ფორმულა. ძალიან ადვილი ფორმულა. ამიტომ მე პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენ გპატიჟობთ ამ სამდღიან მარატონზე, რომელიც იქნება 28-29 და 30 მარტს. სადაც ჩვენ ვისაუბრებთ თქვენზე, თქვენს შესახებ, ყველანაირად, ყველაფერს, თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ თქვენ პარტნიორზეც ბევრი რამე, თქვენს შვილებზე, შვილიშვილებზე და რა ვიცი მე, დაქალებზეც, მაკაცებზე. მიხვდით? ანუ იმდენი ინფორმაცია იქნება, რომ თქვენ თავისუფლად, ანუ მიხვდებით რა და როგორ. და გინდა თანამშრომელზე შეიძლება თანამშრომლები აყავს და ციფრების მიხედვით მიხვდებით, გჭირდებათ თუ არა. მიხვდეთ და ის საქმიანობაც თქვათ, ეხლა თქვენთვის რა თქვათ, რითიც ხარ დაკავებული, თქვენთვის რამდენად არის ეს მისაღები. აი, გამოიყენეთ ეხლა ეს საშუალება, იმიტომ რომ ნუ მე კი დამიხარია და მომწონს, რომ ჩემთან არიან აქ მართლა ძალიან ესეთი პიროვნებები, მართლა და აი ეს თქვენ რომ მომწერეთ ის, რომ თქვენ ბოლომდე უყურებთ ჩემს ვიდეოს, ეს მართლა ჩემთვის ძალიან ბევრი რაოდენობის ადამიანები მიყურებენ, მე სიამოვნა, ზოგი შეიძლება არც დაწერეს თქვათ, მაგრამ ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ აი, ნუ მე ვთვლი, რომ ეს ძალიან ბევრი ადამიანები არიან, იმიტომ რომ ხა თუნდაც ახლა მაგდენ ადამიანსაც თუ სჭირდება, ჩემი თქვათ, ცოდნა, მე ძალიან ბედნიერი ვარ და თუნდაც აი ის რაოდენობა ადამიანის თუ გამოასწორებს თავის ცხოვრებას, ესეც იქნება ჩემთვის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. გამოასწორებს რა გაუმჯობესებს, მოდი ასე რომ ვთქვათ. და ეს არის კიდე რა, აქ ჩვენ სწავლაც არაფრის არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება გახსენება, იმიტომ რომ სულ ისედაც კარგად ძალიან იცის, ეგ არის ის მოდის, მაგრამ პროსტა უბრალოდ ადამიანს ავიწყდება და ასეთი ინსტრუმენტების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გაგვახსენდეს. რისთვის ვარ მოსული, იმიტომ რომ უამრავი მაგ მე მაგალითი, როცა ადამიანები მოდიან თქვათ მადერის მატრიცაზე ვარჩევთ და აი ზის ადამიანი გასუსული და რომ ვიტყვი რომ აი ეს სფერო მაგალითად დედა აი ამოისუნთქებენ ხოლმე. გუშინ იყო ესე ძალიან მაგარი მაგალითი გოგოს ველაპარაკებოდი, მე თქვა აუცილებლად უნდა გახსნა შენ რაღაცა შენი ანუ ან ბავშვებისთვის სამხატვრო, ან დაუშვით რაღაცა ისეთი თქვა დიზაინერული და დიზაინერი ვარო და ძალიან მინდა გავაკეთო ჩემი ასეთი აკადემია, სკოლა რაღაცა, მაგრამ მეშინია, წარმოგიდგენია. აი ესეთი რაღაცა და სულ სხვა რამით არის დაკავებული. უბრალოდ არის მაგარი დიზაინერი, მაგრამ შინია რომ აი მინდა რომ ვასწავლო, რატომღაც მინდა რომ ვასწავლო, მაგაზე არა ვარ, რატომ მინდა, მაგრამ მეშინია. ამ დროს მეხუთე ენერგია არის ასეთი დიდი პლაკატი, რომ უნდა ასწავლოს და გრძნობს, მაგრამ ეშინია. და ამ დროს უნდა ოცნებობ და ფულიც იქ არის ამ დროს მაგისე. წარმოგიდგენიათ? აი ეს არის. всё. ჩემო სიხარულებო. ვნახოთ დღეს, ამიტომ ასეთი გაშლებით იქნება და აუცილებლად ნახეთ და ნუ რა თქმა უნდა კლუბშიც გელოდებით და მარათონზეც გელოდებით. ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ თქვენი მდგომარეობა ახლა, ანუ თქვენ როგორ გრძნობთ თავს, ეს მინდა რომ ვნახო. ჩვენი იცით მეორე ჩვენი ინსტრუმენტი, ჩვენი ფსიქოლოგიის წიგნები ტაროს სახით გვეტყვის დღეს და მინდა ვნახოთ, ანუ რა მიზეზი არის, აი მთავარი მიზეზი, რატომ გრძნობთ თქვენ, აი როგორც გრძნობთ, იმიტომ რომ მთავარი არის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ რას განვიცდით, რას ვგრძნობთ, გაიგეთ, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ეს არის
Так, ну, ეხლა შემიძლია გითხრათ, აქ არის როგორი სიტუაცია. ვიღაცას, კი ბატონო, ну, ვიღაცას ეხლა არ გამიკვირდება, ეხლა ნერვიულობს აქ ფინანსებზე, ზოგი ფინანსებზე, მაგრამ შეიძლება ურთიერთობაზე დაუშვათ. ну, აქ ისეთ ვისთვის იქნება თემა შეიძლება გოგოებო, ეს იქნება ძალიან, აი ახლა რასაც ვიტყვი, უცბად, ხო? ეს იქნება ვიღაცისთვის, აი ბევრისთვის არა, მაგრამ უნდა ვთქვა, თუ დაუშვოთ, თქვენი ადამიანი არის ეხლა ისეთ ადგილებში, სადაც ეხლა არ არის თავისუფლება, აი ეს არის ძალიან დიდი განცდა. ვიღაცამ შეიძლება ეგეთი ადამიანი გაიცნო. კიდე არის განცდა იმაზე, რომ ვიღაცისთვის არის მართლა მნიშვნელოვანი, რომ თქვათ ეხლა დაკარგა სიყვარული, არის თქვენთვისაც იქნება ინფორმაცია, უბრალოდ ვიცახე მე აქ და როცა ეგეთი მდგომარეობა არის, მაგ დროს საერთოდ არავის ადამიანს აი როგორ არის, იცით, ეხლა გამიკვირდება თუ ამ მომენტამდე კიდევაც მომისმინა ასეთმა ადამიანმა. ძალიან გამიკვირდება, ოჩახ თქვენ იმიტომ რომ როცა ესეთი მდგომარეობა არის და შენ თუ არ იცი ეს წესივე რაც მე თავში ვთქვი, ხო? აი მაგ დროს ადამიანი ვარდება ძალიან აი ესე დეპრესიულ სიტუაციაში რა. იმიტომ რომ როცა თქვა ეხლა ნუ დაშორდნენ, ან დაუშვოთ ეხლა დაკარგე, შეიძლება მართლა დაკარგა ადამიანმა ფიზიკურადაც თქვა ადამიანი, ნუ სხეული თქვა ეხლა სული წავიდა დაუშვოთ, ხო? ეგრეთ შეიძლება იყოს და შეიძლება მაგ პერიოდში არ ვფიქრობ შენ ახლა იმაზე რომ აი თქვათ ფინანსებზე, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს უბრალოდ თქვენი განცდა, რომ თქვენ შეიძლება თქვათ სულ ფიქრობთ რამე ახალს, სულ რაღაცა გინდათ რომ თქვათ შემოვიდეს რამე ახალი, მაგრამ აი რო არ გამოდის ის შედეგი რო არ არის, აი ნერვიულობ, ნუ აქ ვიღაცას ძალიან განცდები აქვს სიყვარულზე, კი. სიყვარული საქმე. კი, აქ ნახეთ იქნება სიგნიფიკაცია, ზოგისთვის ეს იქნება, რომ მე მინდა რაღაცა გავაკეთო, ანუ იცით როგორ არის, ეს როცა მეხუთე ენერგია საერთოდ არის როგორი, ამიტომ ეს თასების მეხუთე ენერგია, როცა ადამიანი შეიძლება მართლა დეპრესიაში ჩავარდეს, იმიტომ რომ თქვა, აი აქ მე ვეტყოდი, რომ ბევრ რამეს ვაკეთებ, ვფიქრობ, უფიქრდები, რაღაცები მინდა რომ გავაკეთო, მაგრამ არ გამოდის ისე თქვა, აი რაღაცა ახალი მინდა, გაიგეთ, მაგრამ აი არ ვიცი კიდე რა შემიძლია გავაკეთო, რომ დაუშვათ, რომ ეს საქმე გამომივიდეს, დაუშვათ. მეორე კიდე ურთიერთობას რაც ეხება, გითხარით, რომ აქ ადამიანი მართლა შეიძლება იყოს, მაგრამ ამავე დროს მხოლოდ სამსახურის შველის ამ ადამიანს, გაიგეთ? თუ დაუშვათ, ეხლა მე რაც ვთქვი პირველი ის ვარიანტი, რომ თქვათ, ასეთ ადგილებზე შეიძლება იყოს ადამიანი, ან შეიძლება დაკარგეთ, ან დაუშვათ ეხლა ну, უკვე იმედგაცრუება გაქვს, შეიძლება სულაც არავინ არ შემიყვარდება. ну, ყოველ შემთხვევაში, აი აქ შეიძლება სამსახურზე ხართ ესა რა ქვია, გადართული და ანუ რამ გამოიწვი ის რომ აქ არის კიდე ნახეთ რა. თუ დაუშვათ თქვენ რამე პროექტებზე მუშაობთ და ну, ფიქრობთ ყოველ შემთხვევაში და ნერვიულობთ ყოველ შემთხვევაში, რომ სხვანაირად ვინდა რაღაცა გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი ჯერ რა მოვიფიქრო, კი. აქ შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად უბრალოდ თქვენ დიდი ხანია იყავით დაკავებული რაღაცა ისეთი საქმებით, რაც იყო ერთი და იგივე. კიდე ვიღაცისთვის იქნება ეს ყველასთვის არა, თუ თქვენ დიდი ხანია იყავით, თქვა, დეკრეტში, ანუ ბავშვს უვლიდით, დიდი ხანი და ამიტომ ეხლა დადეგეთ იმ გზაზე, რომ მე მინდა ჩემი საქმე, მე მინდა გავაკეთო რაღაცა, ცოტა ნერვიულობ შეიძლება რაზე, თუ დაუშვათ თქვენ დიდი ხანი არ მუშაობდით თქვენი პროფესიით, ხო? აი ესეც შეიძლება იყოს თქვენთვის დაბრკოლება, მაგრამ ეს არის აი აქ დაბრკოლება, გაიგეთ თავში. რომ აი გამომივა, არ გამომივა, იმიტომ რომ ამდენი ხანი ეხლა მაინც მე დაუშვათ ეხლა, ну, სახში ვიჯექი ბავშვს უვლიდი და არ ну, აი ვიღაცის სიგნიფიკაცია უეჭველი ესეც იქნება რა. კიდე შემიძლია ვთქვა, კიდე რა, ანუ ფინანსებს თუ ეხება, თქვენ დიდი ხანი არასერიოზულად ექცეოდეთ ფულს.
არა სერიოზულად, კი ბატონო, შეიძლება ხარჯავდით ძალიან და ასე შემდეგ რა. ნუ ძალიან ისე რა. მოვიდა ფული, წავიდა, მოვიდა, წავიდა, მოვიდა, წავიდა. ნუ აქ კიდე ვიღაცა სხვათაშორის ოცნებობს ძალიან თავის საკუთარ სახლზე. და პლუს კიდე, ნუ პარტნიორზეც კი ნერვიულობ თქვენ. კი, ძალიან ნერვიულობთ კიდე პარტნიორზე. და უფრო მაგაზე ხართ მიმართული კიდე თუ ფინანსურად დაუშვათ თქვენი პარტნიორი არ არის თქვათ ისე როგორც თქვენ გინდათ თქვენ მაგაზეც ხა ნერვიულობთ რა რომ აი გინდათ რომ მისგან წამოვიდეს რამე თქვენსკენ ნუ ახლა იმოქმედოს თუნდაც რა ნუ აი ასეთი რაღაც მომენტები პლუს კიდე ან თქვენ თვითონ დიდი ხანია იჯექეთ კომფორტის ზონაში და ახლა მოვიდა ეგ სიტუაცია რომელიც ახლა თქვენ გეუბნებათ რომ მოდი სხვანაირად უნდა იმოქმედო წინსვლაზე ფიქრობთ ყოველ შემთხვევაში გინდათ ბევრი ფულიც გინდათ და ფიქრობთ რა გავაკეთო რითი ვისწავლო რა შევცვალო ისეთი რომ თქვათ მქონდეს წინსვლა და არა მხოლოდ ის მქონდეს რომ დაუშვათ აი ნუ მეყოფა რაღაცებზე და მეტი არა აი ეგ არის კიდე აი ეგეთი სიგნიფიკაცია თუ თქვენ რამე აქედან იცანით თქვენი მე ახლა მე დავიწყებ ახლა ანუ ეს ფინანსებზე ეს მაშინ იყოს ფინანსებზე ამას არ ვიღებ ფინანსებზე განაწილებული მაქვს უყოლა ის როგორ არის ეს წიგნი მაქვს ფინანსებზე ეს ქალს ეს ასე დასდები მას მართლა ესე მუშაობს ნუ ყოველ შემთხვევაში მე ასე მელაპარაკებენ ჩვენ ამაზე მოგიყვებით ხოლმე ჩვენ ამაზე მოგიყვებით ხოლმე როგორც აი წიგნები ხო არის ფსიქოლოგია თქვა ფინანსების ფსიქოლოგია თქვა ურთიერთობების ფსიქოლოგია კიდე თქვა შენს თქვა ექსპერტას როგორც ექსპერტი რა უნდა გააკეთო და ასე შემდეგ. და ვნახოთ ახლა ჩვენ, ანუ ახლა რა ხდება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაში, ფინანსებში, რა ხდება ახლა ფინანსებში, მიზეზე, რატომ ხდება ეს, ეს როგორ დავდო? ასე. მიზეზი, რა გიბლოკავს, ვნახოთ ჩვენ ამ თქვენ ნაკაც ფინანსურს მიზეზი ვნახოთ. და რა უნდა გააკეთო თქვენ იმისთვის, რომ თქვენი სიტუაცია გაუმჯობესდეს, რა ქმედებები, აი ასე გავაკეთოთ ჩვენ და ასე ამავე დროს მინდოდა რომ აი ცალკე მეკითხა კარიერაზეც რა ხდება? კარიერა სამსახური საქმიანობა რა ხდება ახლა? მიზეზი რა გიბლოკებთ ნაკაც რა უნდა გააკეთოთ იმისთვის რომ ყველაფერი კარგად იყოს თქვენ საქმიანობაში და ვნახოთ ახლა როგორ შეიძლება ეს სიტუაცია მოდით ვნახოთ პერიოდი ავიღოთ მოდით ერთი თვე იმიტომ რომ თვეში ერთხელ მაინც გავაკეთებ აი აქ ავიღებ ამას მე და აქაც ავიღებ ამას და დავიწყოთ ახლა ჩვენ ჯერ დავიწყოთ კარიერიდან იმიტომ რომ კარიერა ჯერ საქმე ხო ნახოთ ახლა რა ხდება თქვენთან კარიერაში თქვენ საქმიანობაში ნუ ახლა არის მთვარის ენერგია ნუ ახლა უკვე ვინც უყურებს ჩემს გაშლებს ან ვინც მე უკვე ჩემი მოსწავლეები არიან იცით თქვენ ეს ჩემთვის ნუ ჩემთვის კი არა საერთოდ როგორი ღრმა არკანი არის საერთოდ ახლა თქვენთან საერთოდ კარიერაში არის შეიძლება მომენტი როცა არის თქვა თქვენ ფიქრობთ აქ ხო გითხარით აქ შეიძლება ეს განცდები რომ ვთქვით ანუ ცდილობთ თქვენ აი ისეთ როგორი სიტუაცია თითქოს თუ ეზოტერიკით ხარ დაკავებული შეიძლება იყოს როგორი თემა იცით თქვენზე მოქმედებს ან მთვარე ან რაღაცა მოვლენები რომელიც ეხლა არსებობს რა და ეხლა ეს ამ პერიოდში ვინც უყურებს და საერთოდ არა აქვს ეზოტერიკით ხარ თუ რამით
ნუ თქვენ ხართ ახლა პრინციპში აქ ესეთი ადამიანები, ვინცაც მართლა ვინც უყურებს ახლა გაშლებს, ასტროლოგებს და ასე შემდეგ ყველას, ეს რა თქმა უნდა უკვე ადამიანს რაღაცა მიზიდულება აქვს ამ სფეროზე და უკვე რა თქმა უნდა ახლა ის არ არის შემთხვევეთი და ამიტომ შეიძლება თქვენ ხართ ნამდვილად რაღაცნაირად დამოკიდებული ამ მოვლენებზე რა, რომელიც ახლა ხდება. ეს ნამდვილად ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ხდება ახლა ეს სავსე მთვარე, ეს არის თქვათ, აი ციკლურობა არის კიდე ნახეთ რა ხდება, აი შეიძლება თქვათ ხან კარგად ხართ, ხან არა ხართ. შეიძლება დამოკიდებული ხართ აი ასეთ მომენტებზე, რაც მე თქვენ გითხარით. ახლა აბა ვნახოთ კიდე რაც გვეტყვიან ჩვენ, იმიტომ რომ ხან ყველაფერი კარგად მიდის, ხან არაფერი დგას რა ეს სიტუაცია. მოდით ვნახოთ. იცით როგორი მომენტი არის? აქ ახლა მაღალი არკანები არის, 3 მაღალი არკანი. აქ რაღაცა ცვლილება მიდის თქვენს სივრცეში. შეიძლება თქვენ ახლა დაუშვით ცვლით სფეროს და იმ სფეროს აერჩევთ, რომელშიც თქვენ უფრო ძლიერი ხართ. გაიგეთ რა ხდება? კიდე ვიღაცა არის აქ, როგორც მე ვთქვი, შეიძლება დეკრეტში იყავით, თქვათ, და ეხლა შეიცვალა სიტუაცია და თქვენ აპირებთ, ნუ გამოდიხართ რა ამ სიტუაციიდან, ანუ გამოდიხართ დეკრეტიდან და ეხლა უკვე ეძებთ თქვენ თავის ძიებაში ხართ. გაიგეთ, იმიტომ რომ რაღაცა მინდა შევცვალო. და რაღაცა მინდა უკვე დავიწყო, იმიტომ რომ აღარ მინდა თქვა დაუშვით უკვე დეკრეტში ჯდომა, მინდა ჩემი საქმე რამე გავაკეთო. გაიგეთ, აი ეგეთი მომენტიც არის აქ. კიდე რა შეიძლება იყოს აქ, ნუ უფრო ეს არის რა, რომ ცვლილებები მიდის, რომ თქვენ ახლა კი, აქ უფრო გადასვლა რაღაცა მიდის სხვა ეტაპზე, იცით? ანუ ის როგორიც იყო და როგორიც რანაირად არ გაწყობ თქვენ ეგ სიტუაცია, გაიგეთ და ამიტომ ეხლა თქვენ უკვე უფიქრდებით, რომ უფრო, იმიტომ რომ იმპერატრიც არის, მაგრამ აქ საინტერესო იმპერატრიც არის, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ აქ უფრო რაღაცა ისეთი საქმეთ კიდე დაკავდით, რომელშიც მართლა უფრო იცით თქვენ რა. თან რა არის, იცით კიდე? ეს ესეთი საქმეა, რომელზეც შეიძლება თქვენ даже ბავშვობიდან აკოცნებობდეთ. აი რაღაცა ეგეთი მოდის თქვენში. აი მე ვეთყოდი იმას კიდე, რომ ნუ აი როგორც მაგალითი დავუშვით, ხო? აი ვინც მატრიცას აკეთებს, ხო დავუშვით, ნუ მატრიცა ზოგი შეიძლება რუკას აკეთებს, არ აქვს მნიშვნელობა, რაღაცა დავუშვით, დავინახე, ხო? ანუ დავიჭირე, ეს ჩემია, ხო? ეს მომწონს. შეიძლება შიში, მაგრამ ამ დროს უკვე გადავწყვიტე, იმიტომ რომ შეიძლება უკვე მოსინჯეთ დავუშვათ და ნამდვილად ხდებით, რომ ეს თქვათ, ნუ კარგად გამომდეს და ამაზე ხართ გადართული. ნუ ვნახოთ ახლა მიზეზი, ხო? ანუ რატო ხდება? ნუ კი. მიზეზი არის ის, რომ თქვენ ხართ, ანუ თქვენ ახლა როგორ ახართ იცით? ანუ გრძნობთ მაგას. რომ მე აი ესე უნდა გავაკეთო, მე უნდა გავაკეთო ის, რაც მე მინდა, ნუ რაზეც მე ველაპარაკე თავში, თქვენ უკვე ამას პრინციპში აგერ მიდასტურებენ, რომ აქ ესეთი ადამიანები ყავს, რომ უკვე ვინც ეს გრძნობს, რა გიბლოკებს, უმოქმედება, არ მოქმედებთ. გაიგე, შეიძლება შიში გააქვთ იმის სიახლე, ზოგი თქვათ, ანუ მე გადაწყვეტილება კი მივიღე, მე კი ვთქვი, რომ უკვე უნდა დაუშვათ შევცვალოთ ჩემი ცხოვრება და დავიწყო იმ საქმეთ, რომელიც მომწონს, მაგრამ ეს შეიძლება ზოგს ქონდეს შიში, გაიგე და ეს შიში ეს ბლოკავს ამ სიტუაციას და თქვენ იმიტომ არ მოქმედებთ, იმიტომ რომ კიდე აქ არის აი ეს მომენტი, მე რო გეუბნებოდე თქვენ, ნახეთ რა ხდება. კიდე სიტუაცია როგორი შეიძლება იყოს, როცა შენ მაგალითად თქვა, უნდა იყოს, ნუ სული მოვიდა აქ იმისთვის, რომ ხა განვითარება მოხდეს, ხო, რომ გაიხსენოს ეს თავისი თქვა, რაც იცოდა, რისთვისაც მოვიდა და დაიწყოს თქვა ახლა ზრდა. ამავე დროს უნდა თქვა ახლა რაღაცა ნუ გაქვს შენი ამოცანა, რომელიც შენ უნდა თქვა გააკეთო, ხო? შენ ამ დროს ყველანაირად ვცდილობ, რომ აი ეწინააღმდეგები, არა, რაღაცა არა და რა ვიცი, აბა ფულს მომიტანს, არ მომიტანს, ანუ ხა თუ მატერიალური არ იქნება, რა თმინდა და ანუ მიდის ამ დროს, მიდის როგორი მომენტი, ისეთ ჯერ იწყება შეიძლება ურთიერთობა
ურთიერთობაზე არ ტყავს, მერე ფინანსებზე არ ტყავს, მერე არ ტყავს ჯანმრთელობაზე, კაი? და ამიტომ ადამიანი არის შეშფოთებული, რომ არ ვიცი რა ხდება რა, ანუ ვიცი როგორც ახლა პრინციპში რაღაც უნდა გავაკეთო, მაგრამ მეშინ იმიტომ რომ აქ ერთობა კიდე ეს მატერიალური სფეროც, რა თქმა უნდა, რომ აი პირველ რიგში რას მომიტანს მე ეს ფინანსურად. ხო და ისე კარგად მახსოვს ჩვენ მეც რო სწავლობდი ტაროს, რო უკვე პატარა გაშლები რო ვისწავლეთ, პირველი კითხვა სულ ყველასე იყო, რას მომიტანს ტარო? ანუ ფინანსურად რას მომიტანს? ან სულ ამას ფიქრო, ეს ყველა არის ეგრე რა. რომ ნებისმიერი სიტუაცია რითიც ვარ დაკავებული, იმიტომ რომ ფინანსები ახლა ფული არის მნიშვნელოვანი მატერია ჩვენ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა რა. რომელიც ჩვენ კიდევაც გვამოძრავებს იმისთვის, რომ თქვა ჩვენ რამე თქვა გავაკეთოთ, ხო? მაგრამ აი აქ ქმედება არის არ მოქმედებ და რა უნდა გააკეთოთ თქვენ? იმოქმედოთ. თუ დაუშვათ თქვენ და აი აქ კიდე ნახეთ, აქ თქვენ რაღაცა ცოდნა გაქვთ, მაგრამ ამ ცოდნას არ გასცემთ. გაიგეთ? აქ სულიერი განვითარება ცოტა კიდე. აქ შეიძლება ვიღაცა სულიერ განვითარებას უყურებს ცოტა სხვანაირ. ანუ ან ახალი დაწყებული გაქვთ. და ჯერ კარგად ბოლომდე, ჯერ არ იცით თქვა ეს რა არის ეს რა გზაა და როგორი. იმიტომ აქ არის ეგრევე, უნდა ისწავლო, თუ შენ უკვე, ანუ აქ შეიძლება გქონდეს როგორი, მე კი მინდა, მაგრამ მეშინია, არ ვიცი რას მომიტანს. ამიტომ იმოქმედეთ, ისწავლეთ და რას მოგიტანს ეს სიტუაცია, რას მოგიტანს და თქვენ აი რაც პირველ რიგში ახლა თქვენი ყველანაირი ეს ხუთიანი, რომელიც არის, აი აქ ეს ხუთიანი, ეს წავა თქვენი ცხოვრებიდან და უკვე აღარ შეგაწუხებთ, იმიტომ რომ სხვათა შორის თქვენ ურთიერთობა გამოგისწორდება. თუ პარტნიორთან გაქვთ პრობლემები, იცოდეთ ეს პრობლემები გამოსწორდება. იმიტომ რომ აი ის თუ დაუშვოთ ვინმე გადაახვია, ეხლა უკან დაბრუნდეთ და მოусმინეთ, ან კიდე ერთხელ მოусმინეთ, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ იქნებით თქვენი საქმე დაკავებული გინდათ ურთიერთობაში. მიხვდით? ანუ თქვენ იქნებით თქვენი პარტნიორისთვის საინტერესო და ყველა ვარიანტში თქვენ, даже შემიძლია გითხრათ დაგიდგებათ გვერდში იმაში, რომ თქვენ დაგეხმარებათ, თქვათ დაუშვით გეტყვის, მოდი აბა ვნახოთ, ახლა ჩვენ ახლა რამე კურსები თქვათ, ან მოდი სამსახური ერთად ვნახოთ, ან მოდი თქვათ შენთვის რა არის, ანუ დაგიდგებათ გვერდში რა, მაგას ინტერესს გამოიწვევთ, კი ბატონო. და თქვენი ცხოვრება შეიცვლება, საერთოდ ძალიან მაგრად შეიცვლება, იმიტომ რომ აქ ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდება, თქვენი თვითშეფასებაც ამაღლდება და იმიტომ რომ თქვენ იგრძნობთ თავს, რომ მე ვარ საჭირო და ანუ უფრო გადაერთობით თქვენ საქმიანობას და ნამდვილად ეს ძალიან იმოქმედებს თქვენს ურთიერთობაზე, კარგად იმოქმედებს. კი, კარგად იმოქმედებს. ფინანსები, მოდით ვთქვათ, ვნახოთ, ეხლა რა ხდება ფინანსებში. ფინანსებში, პრინციპში ნახოთ, თქვენ ხედავენ როგორ, აქ შეიძლება თქვათ, მე რო ვთქვი, რომ ვინც არის დეკრეტში, შეიძლება ქმარზე ხარ დამოკიდებული, შეიძლება ხართ, ნახეთ, ანუ თქვენ რადგან ტარო ასე გვაჩვენებს, ესე იგი, თქვენ ხართ, ანუ პენტაკლების მეფე. პენტაკლების მეფე, თუ ბიჭები ხართ, ესე იგი თქვენ პასუხს აგებთ ახლა თქვენს ოჯახებზე და ყოჩაღები ხართ. გოგოებისთვის ან თქვენ მართლა ხართ ადამიანი, თქვათ მამაკაცი, ყავთ გვერდზე ან ქმარი, მაგრამ ამავე დროს, ანუ რო გითხრათ, რომ თქვენ ეხლა სულთლად უფულოდ ხართ, ხო? ვერ გეტყვით, ვერა. იმიტომ რომ, ეს არ არის, ესე იგი, რა ვიცი, თქვენი მაშინ პოზიცია, იმიტომ რომ აქ უფულოდ ადამიანი არ არის. პენტაკლების მეფე ეს ყოველთვის არის, შეიძლება თქვენ რამე საქმე გაქვთ, მაგრამ უფრო კიდე გინდათ რომ გააუმჯობესოთ, იმიტომ რომ ეხლა ფინანსებს სხვათა შორის თქვენ ან სწავლობთ, ან გაინტერესებს ეს თემა, ან რაღაცნაირად როგორ არის, იცით, ადამიანს აქ აშკარად რაღაც ან ბიზნესი აქვს, ან საქმე, ან სამსახური, ყოველ შემთხვევაში ეს თემა თქვენთვის კი მნიშვნელოვანია, კი? გიყვართ ფული, ძალიან კარგად ხართ ამ თემაში. აქ არ არის ეს სიტუაცია, რომ თქვათ საერთოდ, ხართ ვიღაცა უცოდინარი და ფინანსებში ავეში არ არკვევთ რა, ეგ მაგას ვერ ვეთქვი.
რატომ? იმიტომ რომ თქვენ ნახეთ აქ ცხრიანი პენტაკლების, ნახეთ აქაც ცხრიანი პენტაკლი. რატო და იმიტომ რომ თქვენთვის არის მნიშვნელოვანი ის, რომ თქვენ გქონდეთ ეს ფინანსური მდგომარეობა კარგად. ანუ ესე იგი აქ როგორი მომენტი არის, თქვენ შეიძლება პროგრამა გქონდეთ კიდე, ნახეთ, არის ესეთი პროგრამა, მაგას ორი პროგრამა არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მატრიცაში, რომელიც ამბობს იმას, რომ შენ მოხვედი უკვე აქ წერმა კოდი, даже ну ხა რუსულად მაგ ქართულად ჩავწერო მე, ანუ მილიონერის კოდი. იმიტომ რომ პროგრამაც ეგრე არის, ეგრე ქვია და მილიონერი და პლუს კიდე ну ეთყობა სადღაც არის, თქვათ ან ფულის კარმაზე მეათ ენერგია გაგანის, შეიძლება რესურსზე ნიჭზე, ну სადღაც ამ ეს პროგრამები, რომელიც ამბობს იმას, რომ აი იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ, თქვენ ახლა იტყვით, რომ რანაირად არის ახლა ეს როგორ უგრძნობ მე თავს აქ როგორც მილიონერი და როგორც ახლა სიუხვეც ავსე, თუ მე ახლა დაუშვათ არა ვარ, ну თქვათ ფული არა მაქვს. ეს პროგრამა როგორ მუშაობს, ნახეთ, დავიდან შეიძლება ადამიანს მაგაზე არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა, მოგიყვებით მე. ანუ შეიძლება ადამიანს ახლა უცბად მოკლედ გეტყვით, აქ იმის შეგრძნება, რომ მე უფრო მეტი მინდა. მაღაზიაში შედიხარ, უფრო ყველაფერი მეტი, ну უფრო ძვირიანი გინდა. ну შენ შეიძლება არც იცი რომ ეს ძვირიანია, თქვათ, მაგრამ მიდიხარ, რაღაც რაც გიზიდავს, მიდიხარ და ხედავ რომ ეს არის უფრო ძვირი, ვიდრე შეგიძლია რომ თქვათ გადაიხადო. ხშირ შემთხვევაში აი არის ესეთი პერიოდი, როცა თქვათ შეიძლება საერთოდ ფულიც არ გქონდეს ადამიანს, მაგრამ მე ნელ-ნელა ეს ადამიანი ვითარდება და ინტერესი უჩნდება, თუნდაც ბიზნესზე, თუნდაც ფულზე, თუნდაც ფინანსური, ანუ თქვათ როგორ უნდა მართვა, თქვათ ფულის, ხო, ეს თემა სულ აინტერესებს რა. და აი ხა მე მაგალითად მაგას პროგრამა და ამიტომ არის ეს რომ სულ მაინტერესებს, აი даже ბიზნეს ტრენერიც ვიყავი და სულ ამ თემებზე, ეხლა ну რატო რანაირად მეთქი, რატო მაინტერესებს ეს თემებით, მეთქი ყურო რო ვარ მაგიტომ, მაგრამ აი ეს პროგრამაც ეგრე და უფრო მიდის მე ზრდა, მაგრამ აქ კიდე ძალიან მნიშვნელოვანია გაცემა, ხო, რო თქვათ ეხლა და ასე შემდეგ. ну საინტერესო პროგრამა არის, შეიძლება თქვენ რომელიმეს გაქვთ ეს პროგრამა და ну ან სულ მცირე, თქვათ, მეათ ენერგია გაქვთ ეხლა ფულის კარმაზე, ну ან მე-19. ჩვენ მაგას გავარკვევთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს მარატონზე ვინც მოვა, ვისაც აინტერესებს, რა თქმა უნდა, მე ყველაფერს გეტყვით თქვენ მაგის შესახებ, იმიტომ რომ ეს დევს შენ ერთადერთი ნახეთ, ან სტადია გაქვთ ეხლა, ნახეთ, შეიძლება კრედიტები, ფული არა გაქვთ, ანუ თქვა დაუშვათ ახლა უცბად, ну აი რაც გითხარით, რომ ყველაფერი ის მომწონს, თქვათ, რაც უფრო ძვირფასი გრძნობ, რომ რაღაცა კარგი უნდა იყოს ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ რატომღაც არ ხდება, ეს ყველაფერი იცოდეთ თქვენ, რომ ახალი რაღაცა, ну პერიოდებით არის რა, ეს აი ეს თქვენში ეს დევს, ეს არ არის შემთხვევითი, გაიგე, შემთხვევა არ გეჩვენება, რომ აი დაუშვით მე შემიძლია უფრო მეტი მქონდეს, ვიდრე თქვათ ეხლა მაგ, ხო, აი რატომ მიჩნდება ეგა. ეს даже იმათაც ემართებათ, ვინც იზრდება, თქვათ, აი სრულყოფილ ოჯახებში, თქვათ, აი მატერიალურად კარგად რო არიან ოჯახები, ხო, მაინც იქაც სულ რაღაცას ფიქრობს, რომ აი უფრო უკეთესი მინდა, ხო, აი ეს შინაგან რა არ გაწუხა, რაღა მეტი რაღა გინდა, ხო, ну აი არ ვიცი, რაღაცა მაწუხებს, რაღაცა მინდა, ხო. აი ეს ესეთი, იმიტომ რომ აქ ესეთი არყანები გამოვიდა, რომ ეს უფრო მეუბნება, რომ პროგრამა არის თქვენი ეგეთი, კაიგეთ, უნდა აი ეს უნდა ნახოთ, იმიტომ რომ მიზეზი მინდა მქონდეს ბევრი ფული, მაგრამ სად არის, ხო, დაუშვოთ შეიძლება თქვათ ეს, იმიტომ რომ აქ გამოვიდა პენტაკლების პაჟი და პაჟი ეს როცა მაინტერესებს, კაიგეთ, აი ნუ ინტერესი ჯერ არ აქვს პაჟს, არ აქვს ფული. პაჟი სწავლობს. ანუ რა გიბლოკებს და აი ზუსტად ეს მომენტები გიბლოკებს, რომ ნახეთ კიდე რა გიბლოკებს შენს ნაკადს, იმიტომ რომ აქ შეიძლება კიდე ერთი მომენტი არის, რომ ვიღაცისთვის, რომ ან ხართ ქმარზე დამოკიდებული, მოდით ესე ცოტა მიწიერ დონეზე რო ვთქვა, ან ქმარზე, ან შეიძლება ყავთ ვიღაცა ადამიანი, რომელიც თქვენ გეხმარება, ეს შეიძლება მამა ვაფშე იყოს და მამა გეხმარება, დაუშვათ, ხო? ან თქვათ, ახლა ვისაც მუშაობთ ადამიანი, ну თქვათ, ну ზოგი თქვათ, ახლა გოგოები
არა, ვინ მუშაობს, ხო? რატომ მომივიდა ეს? ნუ ალბათ იმ გოგოებისთვის, ვისაც ვინც მუშაობს ოჯახებში, ხო? კიდე ნახეთ, კიდე რატო არის ეს მომენტი, მე ესეთი კაი რაღაცა მოდიოდა. იქ რატო გადავერთი იქ იმაზე. რა ვიბლოკებს და აი ნაკადიდან ამომაგდეს, ნახეთ. სადღაც სხვაგან წამიყვანეს. ხო, ანუ კიდე როცა თქვენ შეიძლება როგორ ხართ, იცით? აი ეს არის უფრო კომფორტის ზონა კიდე. იცით, აი კომფორტულად ვარ, შეიძლება კიდე ესეთი მომენტი რომ დაუშვოთ თქვენ ხარჯავთ იმაზე მეც ვიდრე შემოდის. ეგაც. პლუს კიდე აი თქვენ შეიძლება კიდე ნახეთ, როცა შენ დაუშვოთ ხარ კიდე ესეთი მომენტებში, ნუ საჯარო გაშლა, იცით თქვენ რომ მე ყველაფერს, რომ ასე მოდი ხართ სულ ყველა, რამდენი ხართ სულები და აბა ისა. ხო, ამიხსნია ბევრი თქვენთვის როგორც მუშაობს სივრცე, ხო? ხო და ანუ ნახეთ როგორი მომენტი დაუშვოთ თქვენ ხართ სტაბილურად შემოსავალი გაქვთ, ნუ თქვათ ხელფასი გაქვთ, ან რაღაცა ბიზნესი გაქვთ, რომელიც გაძლევთ თქვენ შემოსავალს, მაგრამ მე ხო გეუბნებით, სული მოვიდა აქ იმისთვის რომ განვითარდეს. თუნდაც უკვე მილიონერი ხარ, ესე იგი შენი უკვე შემდეგი ბიჭი უნდა გახდე მილიარდერი, ან მულტიმილიონერი და მე მილიარდერი ხო ხდებით რა, ანუ მაინც რაღაცა კიდე გაქვს შენ გააჩნია რა თევადება გაქვს შენ ახლა თქვათ ფინანსური ხო კიდე უფრო მეტი წინსვლა უნდა გქონდეს და მაგრამ თქვენ აქ ხართ უკვე всё მივეჩვიე და ჯეკი კარგად ვარ სტაბილურად ვარ ყველაფერი რაც შემოდის მე მიხარია და აი ეს მომენტები რა და ამ დროს ახლა უკვე დრო მოვიდა იმისთვის რომ შენ უკვე რაღაცა კიდე უნდა წინსვლა უნდა გქონდეს ხო და შენ ზიხარ და გმაყოფილი ხარ იმით რაც გაქვს მიხვდით აი ეს გიბლოკებ თქვენ იმიტომ რომ აქ რაღაცა თითქოს ბიძგე ჭირდებათ კიდე რა ანუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის და აი ამ თვარიდან გამოსვლა კიდე შიშები არ უნდა გქონდეს და დაიწყეთ უკვე და არა ის აქაც სად იყო ეს აი მდგომარეობა იყო ფინანსური და ფინანსებზე კი არა კარიერა და აქაც იგივეა დაიწყეთ ქმედება ნუ გიშინი დაიწყეთ უკვე ეს თქვენი გზა всё ნუ მიდიხართ უკან უკვე მოვიდა დრო რომ ნუ იმათვის ვინცაც მე დავიწყე ლაპარაკი თავში პირად დანიშნულებაზე საქმეზე რომელიც შენ მოგწონს უნდა უკვე всё დაიწყო ნუ დგა ხარ ერთ ადგილზე ხო დაიწყე ქმედება დაიწყე იმიტომ რომ ეს ბლოკავს და რა იქნება და იქნება აი ნახეთ აქაც ორიანი თასების რა საინტერესო არის იცით რომ აქ ახლა გამოხვალთ მე თქვენ რაღაც ახალ ეტაპზე მაგრად გამოხვალთ ცოტა შორის იმიტომ რომ აქ როგორი მომენტი არის აქ თქვენ თითქოს ნახეთ კიდე როგორი ინფორმაცია აქ თქვენ ებღაუჭებით იმ რაღაცა ძველ საქმიანობას რომელიც შეიძლება უკვე იმედენად არ გახარებთ გაიგეთ და უკვე თითქოს მაღალი ძალებით ჩაერთენ იმისთვის რომ გეუბნებიან რომ მოდი თუ გინდა უკვე რო თქვათ უფრო კიდე მეტი გქონდეს უფრო სხვანაირად იყო რაღაცა აი ეს რო თქვენში რო ზის ხო დაიწყე და აი აქაც ქმედებაზე იყო ლაპარაკი ხედავთ თქვენ როგორ მიპასუხეთ ანუ ხართ როგორ იცით აი საქმე რომელიც უკვე თქვენ შეიძლება არც გახარებს ან არ მოაქვს ის რაც თქვენ თქვათ გინდა ხო თითქოს რაღაცა კრიზისი სულიერ კრიზისში ჩაჯეკეთ ხო მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა იმაზე ვარ დამოკიდებული რა ვქნა ახლა ისა გეშინიათ ახალის დაწყების გაიგეთ გეშინიათ რომ შეიძლება დავკარგო ის რაც თქვათ ნუ ის მაინც მქონდა შიში არის აქ შიში და ამიტომ გეუბნებიან რომ აი აქ უნდა გამოხვიდეთ ამ შიშიდან თქვენ თვითონ ბლოკავთ იმ ახალს თქვენ თვითონ ბლოკავთ თქვენი უმოქმედობით მიხვდით აი ეს არის მთავარი პასუხი აქ ამიტომ თქვენ გეუბნებით რომ აუცილებლად როგორ შეიცვლება სიტუაცია და აი ესე შეიძლება ზუსტად რომ თქვენ გექნებათ ნამდვილად წინსვლა კი გამოსვლა აი აქაც არის ეს 10-იანი ხმალების და აქაც არის 10-იანი ხმა გამოსვლა გამოხვალთ იმ სიტუაციიდან რომელიც თქვენ კი შეიცვლება და რა შემოვა
და შემოვა ზუსტად ის, რასაც დაიმსახურებთ, რასაც გააკეთებთ თქვენ ნამდვილად. კი ბატონო, ფულის ნაკადი გაიხსნება. კი. გაიხსნება. მაგრამ უნდა იმოქმედოთ. კი, всё. უკვე თქვენ ანუ ეს გზა, რომელიც არის, აი უნდა გამოხვიდეთ ამ მდგომა, კი, გამოხვალთ, უბრალოდ ნუ გეშინიათ, გააკეთეთ ეს არჩევანი. აი გამოდეთ რა ამ კრიზისიდან რა, იმოქმედეთ და ძალიან კარგი კარტი მოდის, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენ იმ საქმით, რომელიცაც აი გელოდებათ ეს ახალი. და всё, ამით დავამთავრებ, ისე და დიდი ხანია უკვე გესაუბრეთ. რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ გელოდებით ჩვენთან კლუბში, ჩვენთან მარატონზე. ვიცი რომ საინტერესო იქნება, მე გეხვევით. მიყვარხართ ძალიან. გელოდებით კომენტარებს, იცით თქვენ, რა ჩემთვის მნიშვნელოვანია ძალიან თქვენი კომენტარები, თქვენი ლაიკები, თქვენი გულები და მეც ჩემს გულს თქვენ გამოგიგზავნით აუცილებლად.